ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. გულდაწყვეტის გარეშე. შეუძლებელი. არა, ცხოვრება არ იქნება მაშინ. ასე. ცოტა ეხა ფილოსოფიურად ვამბობ ამას, მაგრამ ბოდიშგიხდი ამისთვის. მაგრამ მართლა ეგრეა რა. თუ არ წაიქეცი ხანდახან ვერ ადგები. აი როგორ გითხრა, ვერ დადგები რა. მე თუ არ მithქვია აი ჩემი შვილებისთვის და მე ერთი პერიოდი მოწაფეებიც ყავდა რაღაც ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. უნდა იცოდე როგორ დაენარცხები სცენას პირდაპირ გაგებით კი არა. გასაგებია. აი რო დადგე და ფასი იცოდე მე. უნდა დადგე, ეგ არის თავი როგორ დადგები. ესეა ცხოვრებაც. წამოდგომა უნდა შეგეძლოს. თორე ადამიანი გამზადებულია იმისთვის, რომ აუცილებლად რაღაც ეტაპზე სადღაც დაუცდება ფეხი ან მუხლი არ უღალატებს ან რაღაც, მაგრამ ან ვიღაცა ხელს კრავს. რა თქმა უნდა, არ მინდოდა რომ ჯერ მოგიწია წამოდგომა. ჯერჯერობით ყოველდილით ვდგები. არა, ძალიან არცხებას გულისხმობ. გავიგე, მივხვდი ხო, მაგრამ იცი რა, ეს არის აბა როგორ. თავიდან. მე ჩვენი საქმე ხო იცი როგორ და ცხოვრებაც ეგ არის. ზუსტად აი ვაიგივებ ერთმანეთთან. გუშინდელი დღე იმ სახლში რო იყო, იმ დღევანდელს არ გავს, იგივე გარემოს არ გავს, როგორც ერთი დასახელების სპექტაკლი, ერთი როლი. დღეს ნათამაშები და ხვალ არ გავს. აბსოლუტურად არ გავს ერთმანეთს. ის იმ მაყურებელთან ერთად მთავრდება იმ დღეს და მეორე დღეს სხვა რამ ხდება. იგივე როლის და იგივე დასახელებაზე გეუბნება. ეს პროცესი თუ არა რა, წარმოიდგინე ხა, მაშინ ხარ გეტყვი ცხოვრებაში და მარიონეტი ხარ. მაშინ აუცილებლად სხვა გათამაშებს. ხო და თავისუფალ კაცზე არ შეუძლია.